უშინ წამიებო და დაიებო ვილაპარაკებ იმაზე რა ქვია ის შეიქნება თუ ვინ იქნება მაგრამ რა ვიცი მე სწორი ვთქვი არა ვთქვი მე ხა არც ინფორმაცია მაქვს არც მანამდე ვიყავი დიდად შიგჩახედული და არც ეხლა ვარ ასე რომ რაც იქნება ესე იქნება და როგორც იქნება კარგი იქნება რადგან ის იქნება მხოლოდ და სხვა არა ამიტომ ყოფნა ჯობნია არ ყოფნას ეგ სხვადასხვა ნიტო დამასკელის ნიტო გრიგორი ნოსელის სიტყვებია აღარ მახსოვს ვეღარ მოვიძიე მაგრამ ნამდვილად მახსოვს რომ ესე თქვა რომ მაჯოჯოხეთში წავლენოს უყველანიო რა ესე იგი უყველა მიეძღება ის რაც არის იმიტომ რომ მაინც არსებობა ჯობია არ არსებობას რა ვარია ჰა იტანჯები სიმონ და მე მინახავს ადამიანები კაცო რობი აუ მომკლასო რა ღმერთმაო რა აღარ მინდა სიცოცხლეო თან სერიოზულად რა ესე რომ ითხოვდნენ რომ მოხუცები ამ შემთხვევაში მოხუცები აღარ გვინდა ტანჯვა სუტკივილი სუ გავთავებელი ტკივილი ვერ მოძრაობა მოწყენილობა ეს განსაკუთრებით იმათ ემართებათ ვინცაც გონება შერჩევათ ხო და რეალურად ეხა ჯოჯოხეთი ხო ეგ არის ნუ გონება შეჩენილი გაქვს რა ესე იგი აცნობიერებს შენ ტანჯვას ეხა ხო არის ესეთი იტანჯებიან თუ არა ცხოველები რა ცხოველს კი ტკივათ მაგრამ იტანჯებიან თუ არა ეს არის რომ ტანჯვა ესეთი კონცეფტია როდესაც შენ ტკივილს ტკივილის შესახებ იცი აი რო ხშია და აიშია მე მშია მე ხა ამას ვლაპარაკობ მე ამას ვლაპარაკობ იმიტომ და ამიტომ ეს არის ცნობიერება რა გონება ესე რომელი გონებაც არა აქვს ცხოველებს ხო ამიტომ ბიბლიაში ამ გონებას ღმერთის სუნთქვა ქვია და ნუ არისტოტელესეულად ღმერთის ნაწილაკი ქვია რა გონების ნაწილაკი ნუ ღმერთის ნაწილაკი მან დაარქვა რა ქვია გრიგორი ღვთისმეტყველო მაგრამ ეს არისტოტელესეულია როდესაც არის ურძენაესი არსებობა რაც არის აი ყველაფრის რაც ყველაფერს შემოკრებს და შეკრავს და ერთად ამყოფებს სიმბან რაც ქვია რა ყოვლიერება არის გონება და უკვე არისტოტელესთან ჩანს რომ ეს გონება არის ტრანსცენდენტული აი ესე იგი მიღმიერი რა ეს ახლა ყველანაირად დასტურდება ესეთი აზროვნება არ არის ახლა არისტოტელეს არის ლოგიკური აზროვნების შედეგი იმიტომ რომ ამ აზროვნებაზე მიდიან მათემატიკოსების მაგალითად ცხრილების თეორიაში არის ესე და საინტერესო ეს მე-20 საუკუნის დასაწყისში ამის შესახებ ყველაფერი დეტალურად იქნა აღწერილი ხო და პარადოქსებიც პარადოქსებიც კი არის ეს პარადოქსი ყველგან ნარჩუნდება და ამის აღწერა ძალიან ძნელია მაგალითად თუ ღმერთი ერთი ჩვენთაგანია როგორც იესო სადღა გადის მისი ტრანსცენდენტულობა მაგრამ თუ ის ტრანსცენდენტული მაინც არის მაშინ რა მნიშვნელობა აქვს ის ჩვენთან ერთია თუ არა ისე მაინც მასში რჩება ისეთი რაღაცა რაც მიღმიერია რომელსაც ჩვენ ვერანაირად ვერ ვეზიარებით და ნუ ეს რაღაცნაირად ამაზე გაჩერდა მართლმადიდებლობა რეალურად ამაზე გაჩერდა რჩება ადამიანური აზროვნება ეს არ არის მარტო მართლმადიდებლობის ნაკლი ასე ვთქვა არ არის ეს ნაკლი ეს არის ჩვენი გონების მდგომარეობა ეს დაახლოებით მარტივად რომ ვთქვა არის აი განზომილებიანი სივრცისთვის სიფრთხისთვის ესე იგი რომ წარმოუდგენელია რა ხდება მესამე განზომილებაში ესე იგი ვერტიკალზე შეუძლებელია ხო მათთვის მაგალითად სიფრთხეზე ნებისმიერი ხაზი გადაულახავი არის იმიტომ იქ თავდება სიფრთხე და ხოლო ზემოდან თუ დახედავ ესე იგი მესამე განზომილებიდან არც არაფერი არის აგერ სულ გადავაბიჯებ აგერ ხაზია და გადავაბიჯებ ახლა ამას ზემოდან მაგრამ წარმოიდგინე რომ აი ხა ამაზე მიდიხარ რა აი აქ მიდიხარ და აქ სად ვეღარ გადადიხარ ხო იმიტომ რომ დამთავრდა რა აქ ხო
რატომ ჩაღმოება მაგათ რეალობაში არ არის. всё მორჩა აქ კიდია სამყაროს. არა და სინამდვილეში ავით არის კიდე არ არის. მესამე განზომილება. აი დაახლოებით ესეთია გონება არის ამ განზომილებაში რომელშიც ჩვენ ვართ. და ეს არის 4 განზომილებიანობას უწოდებს, მაგრამ დრო ამ შემთხვევაში განზომილება არ არის. მაგრამ ნუ მაინც ამბობთ რომ არის 3 განზომილება და სივრცული განზომილება და დრო, იმიტომ რომ დრო და სივრცე. დრო სივრცის კონტინუს უწოდებენ ქრონოტროპოსი. მოდი. მოდი აქ, მოდი გოგო აქ. აუ, აი რა გაჭედავს ხოლმე რა. ამის მექანიზმში ვერ შევიდა. ხო ხედავ ძაღლია რაღაც მექანიზმში არის, რაღაც პროგრამაშია და აი პროგრამის იქით ვერ გადადის რა. ხო და ადამიანს თითქოს აქო უნარი რომ გადავიდეს იმ სხვა განზომილებაშიო, მაგრამ ნუ ვერ გადადის. ვერანაირად კვანტური თეორია მოწია რა, იარა ფიზიკა და მივიდა რომ ბოლო მაინც სიმებამდე დავიდა რა. სიმები რა არის რაღაც ენერგიული რაღაც არის რომელიც იხევ. ნუ მაინც რაღაც ერთზე დავიდა, ერთეულზე და ეს მნიშვნელოვანია ესეთ რაღაცა უკვე გვხვდება არისტოტელესთან, როცა ის რიცხვებზე საუბრობს და ნუ ყველანაირად ხო, ნუ რიცხვებზე საუბრობს. პრინციპში არისტოტელესა აქ ეს მარტო და შემდეგ ამას იმეორებს ნეოპლატონიკოსები იმეორებენ ერთხელ და ანებებენ თავს. იმიტომ რომ ამის იქით ვეღარ მიდის ჩვენი აზრმა. ეხლა შეიძლება სიმები კიდე დაშალონ. რაღაც წარმოსახვითად ხა სიმებს ვერ საკონტროლებენ და ვერანაირად ფიზიკოსი უბრალოდ დაშვება ეგეთ. შეიძლება მართლა აღმოჩნდეს მე სიმები. ამ მსგავსი რამ და მე იქ ჩავიდნენ და იმას კიდე დაშლიან რაღაც ელემენტებად. არ შეგვიძლია ჩვენ ეს აზრობა რომ დავიწყოთ რაღაცას უნდა გავჩერდეთ. ეს არის მაგალითად ატომისტური თეორია დემოკრიტეს. რომელზეც მე ეპიკურელებიც და სტოიკოსებიც სტოელებიც დამყარდებიან. მოგეთ ისე თქვა მინდა რომ არის ყოველთვის რაღაცა რაც არ იცი ადამიანმა და აი ცოდნაში ადამიანი ყოველთვის ხარ, რაც ხარ. მაგრამ ეხლა მე სხვა რაღაცა მინდოდა მეთქვა. სულ ბოლო ხანებში მომივიდა ეს იდეა. მოგეთ ერთი პერიოდი როცა მქონდა საკურსო რა. საკურსო იყო რელიგიები რა. რაღაც ყველაზე უაზრო საგანი თუ რომელიმე შეიძლება იყოს ეს არის ერთ სემესტრში რელიგიებს რო ასწავლე. ესე იგი მე ხო თვითონ თავად გავიარე ეგ საგანი რამდენჯერით მაგრამ. ხო. და სამაგისტრო პროგრამაზეც მქონდა ეგ სამაგისტრო არ იყო ეს უფრო სადოქტორო პროგრამა იყო. სადოქტორო პროგრამაზე მქონდა აი ეს ერთი სემესტრი რომელიც იყო მთლიანად ერთი სემესტრში იყო ერთი კურსი რომელიც იყო რელიგიები. და ეს რა გინდა ბაკალავრის დონეზე ასწავლე, გინდა არა ბაკალავრის დონეზე, ერთ სემესტრში რა უნდა ასწავლო, ხო? ერთ სემესტრში კი არა, აგერ წლებით სწავლობ მაგალითად მართლმადიდებლობას და მაინც გამოდიან სტუდენტები და არ იციან ელემენტარული რაღაცეები, ხო? ფუტლებმა და იმემა, იმიტომ რომ ეს ამოუწურავი არის, ხო? ნუ რაღაც ზოგად ჩამონათვალი და რაღაც ინფორმაციები გაქვს და მოგეთ მაგ პერიოდში ავირჩიე მე საკურსოდ ათეიზმი. ესე იგი ათეიზმი არ გასწავლიდნენ როგორც ასეც ათეიზმს. მაგრამ რადგან შეიძლებოდა რომ თემა დაგერჩია რა რაღაც ესეთი იყო რა რაღაც ფონი რომელ ფონზეც შეიძლება შემდეგ რელიგიები შეისწავლო რა. ხო და ათეიზმი ავირჩიე და მაშინ ჩემელო ეხა როგორ ჩემელო მოძებნე ლიტერატურა მოვიძიე ლიტერატურა და ხა იქ ბიბლიოთეკები იყო ენციკლოპედიები, იყო სტატიები, იყო რაღაცეები. და ეს თემა გამოვიკვლიე და იმ თემაში ძირითადად ხა დაყოფა რა არის ათეიზმი, ესე განმარტება ათეიზმისა. ძირითადად იყოფა სარწმუნოება ერწმენა, აგნოსტიციზმი და ათეიზმი რა, ესე სამი განყოფილებაა.
ასე ვთქვათ და ესე იგი აგნოსტიციზმი აგნო არის არ ვიცი ბერძნულ აგნოსი არის გნოსი არის წოდნა და შემეცნევა თუ გინდა წოდნა და აგნო არის არ ვიცი რა არ წოდნა ესე იგი უწოდნელობა რომ არ ვიცი ხა აი მაგათი ხავამოთ რომ არის დრო არის თუ არა განზომილება ну ის განზომილება თუ ის უბრალოდ არის სამი განზომილება სივრცული და არის მერე დრო რომელიც განზომილება აღარც არის მაგრამ მაინც არის განზომილება იმიტომ დრო იზომება დრო ზომავს სივრცეს და სივრცე ზომავს დროს რა რაღაც ესე არის ერთმანეთს ზომავენ მაგრამ თვითონ დრო გაურკვეველი რჩება იმიტომ რომ თუ სივრცე სჭირდება დრო აუცილებლად და დროს ჭირდება აუცილებლად სივრცე ზოგი ამბობს რომ დროც ეს არის ჩვეულებრივი სივრცული განზომილება მეოთხე სივრცული განზომილება მაგრამ რადგან ჩვენ სამგანზომილებიანი არსება ვართ ესე იგი სივრცულად სამგანზომილებიანი ვართ უკვე დროს აღვქვათ როგორც სივრცისგან განსხვავებულად მაგრამ თუ გადავალთ მაგალითად ხუთგანზომილებიან სივრცეში დავინახავთ რომ დროის განზომილება ჩვეულებრივი სივრცული განზომილებაა მაგრამ ამ სივრცის წარმოსახვა ჩვენ არ შეგვიძლია წარმოდგენა აი მაგალითად LSD-ს განსაკუთრებით ან სოკოების ჭამისას ადამიანები საერთოდ დარწმუნებულება რომ მათ სამყაროს საზრისი გაიგეს სიცოცხლის საზრისი გაიგეს ყველაფრის საზრისი გაიგეს და რო ეუნებიან ოკეი გაიგე და გითხარი რომ მაქსიმალურად შეიძლება რაღაცა ერთი წრფე გაავლონ ხაზი მოკლაკნილი და თქვა აი ეს არის საზრისი ცხოვრება ვერანაირად ვერ თითქოს შინაგანად იციან მაგრამ მისი გააზრება შეუძლებელია მისი აზროვნება შეუძლებელია ის შეიძლება გახდეს საფუძველი შენი ცხოვრების წესის როგორ იცხოვრებ მაგალითად ცოლ-ქმარმა ერთად გადაწყვიტეს და გაამასქნეს რა ჭაუელესდევის მოდითო და წარმოიდგინე როგორი კარგი ნდობა ჰქონდათ ერთმანეთის მეგობრები იყვნენ ახლა ხო იასნია სტანდარტულ ოჯახში ცოლი წივლის და აი შენ ლოთო შენ ასეთო შენ ჩემი ცხოვრება დამინგრიე შენ ასეთო რაგიდა რაღაც ასე თითქოს ცხოვრება ექნებოდა ისეთი რა ქვია ღრუბლებზე მოფარფატე რა და ხო მაგრამ ამათ მეგობრობა ჰქონდა LSD გასინჯეს და გაეყარეთ მე ერთმანეთს რა იმიტომ რომ სხვადასხვა რაღაცა ცხოვრების რაღაცა შინაარსი წვდენ თავისებურად თითოეული თავისებურად ერთ რაღაცაში დაემთხვა რომ აი ესე როგორ ცხოვრობდით უკვე აი ასე ცხოვრება შეუძლებელია სხვადასხვა ამას ხშირად ამბობენ ხოლმე ამ LSD-დან რომ LSD-ს ტრიპს იმიტომ ეძახიან ტრიპში გავიდა აი ეს ისინი არის ხა LSD გამოყენებული აქვს თუ არა ამას გირჩელებს მაგრამ თუ ტრიპს ეძახიან ტრიპ არის ეს არის LSD-ული ტერმინია როდესაც ტრიპ არის მოგზაურობა რა რაღაცას მოგზაურობ ადამიანი რა არის კარგი ტრიპი და არის ცუდი ტრიპი რა ხო სულ მაინტერესებს მაგრამ ძალიან სახიფათო არის გაგებით რომ ვიღაცა უნდა იყოს რა შენ გვერდში ვინც ამის პროფესიონალია რა და ესე იგი ექიმი ფსიქიატრი თუ როდესმე ესეთი კვლევები სადმე გამოჩნდა არის ხაღა ჯგუფები აუცილებლად ჩავიწერე მაინტერესებს იმიტომ რომ რაღაცა მდგომარეობაში გადადის გონება და რომელიც ძალიან ახლოს გას მისტიკურ გამოცდილებასთან მაგალითად მე ხა ხო დავწერე რაღაც იქ არის ერთი ტექსტი სადაც პირდაპირ ეს მისტიკური გამოცდილებას კი არ გავს მისტიკური გამოცდილება და LSD-ის გამოცდილება ერთი და იგივე გამოცდილებაა ტვინის თვალსაზრისით ესე იგი ტვინში რაც ხდება არა გონებაში თქვა ხო ტვინში რაც ხდება ესე იგი როგორც ტვინი როგორც ფუნქციონირებს იმ დროს რა ტვინის რა ეტაპები ფუნქციონირებენ ის აბსოლუტურად იდენტურია მისტიკურია ჭრეთის დროს ადამიანი ტვინი რასაც განიცდის და რაზე როგორც
რეაგირებს. ასე რომ ეხა ხო და ესეთი გამოცდილებების დროს ადამიანში რაღაცები იცვლება. ჩვენ საზრისის გაგება ბოლომდე არ შეგვიძლია. ესე იგი ჩვენ ვერ ვიტყვით არსებობს ღმერთი თუ არ არსებობს ღმერთი. ამიტომ რწმენას უკვე ეს უკვე როდესაც აი რაციონალურად მიუდგნენ რწმენის განსაზღვრებას ეს უკვე ხდება კირკეგორის ესე იგი ეგზისტენციალისტები იწყებენ ამას აი როგორც მე როგორ გავიგორ სარწმუნოება ზოგადად მანამდე აქ იქმნებოდა როგორც მოცემულობა რა ეს ესეთივე მოცემულობა იყო როგორც შენი კანის ფერი, შენი ნაციონალური, შენი ენის, შენი კულტურული გარემო. სარწმუნოება აქ იქმნებოდა ოფიციალური რელიგია რა მოკლედ ასე ვთქვათ. აქ პიროვნულ რწმენაზე ლაპარაკი თითქმის არც იყო რა. ლაპარაკი იყო რაღაც საერთო რწმენაში, რომელშიც შენ მოხვედრილი იყავ. ხო. აი ამას ესე აქ იქმნებოდა ხა. განა გამორიცხული იყო ეგზისტენციალური აღქმები, მაგრამ ამ პიროვნული რწმენის რაციონალური, ესე იგი ლოგიკური წენაზე ლოგიკური განსჯები არ ხდებოდა. თუმცა არის მაგალითად ხო ხშირად ვიმეორე ვასილიდი ამბობდა რომ მეო რაც გავაკეთეო დედა ჩემის და ბებია ჩემის რწმენა სარწმუნოება შევინარჩუნეო რა. ესე იგი ამბობს რომ საფუძვლად დაიდო ჩემი პირადი გამოცდილება ჩემი დედისა და ჩემი ბების რწმენისა. აქ იდება საფუძველი და საფუძველში დეს ადამიანის პიროვნული, მაგრამ ამაზე არ ხდება. მოდი მაშინ ბებია შენ და დედა შენი შევისწავლოთ, ვინ იყვენ, რა იყვენ, რატო ქონდათ ეს რწმენა. და როდესაც უკვე აი ესეთი დაწვრილებითი სქოლასტური, როგორც ედიშერი ამბობს, ზედმეტი არისო სქოლასტურობა, სქოლასტური განშა წავიდა, მაშინ უკვე აღმოჩინეს, რომ რწმენა ყოფილა ეს რწმენითი ნახტომი ქვია. ამას ქვია და ამას უწოდებს კირკეგორი. ეს რომ რწმენა ეს არის შენი ნებაყოფლობითი არჩევანი, როდესაც ხტები ტრანსცენდენტულში, არა ტრანსცენდენტალურში, მიღმიერში. ესე იგი შენ მისი გონებით დამტკიცება, ესე იგი რაციონალურად დამტკიცება არ შეგიძლია. ის და არის დაუმტკიცებელია, დაუმტკიცებადია. მაგრამ შენ მაინც იცხოვ ამას. და ნუ მე შენ ამაზე ყველაზე ესე დაწვრილებით მე ამ საკითხს მსჯელოს ალან ბადიუ ამის შესახებაც მაგ. რომ შენ რჩები ერთგული იმ არჩევანისა, რომელიც გააკეთე და ამის მაგალითად მოხავს პავლეს გამოცდილება. პავლე მოციქულის. ხო, ესეთი რაღაცა, ნუ შემდეგ არის ესეთი გაბედედა არსებობის გაბედვა, მხნეობა არსებობისა, სტილიხი იყო ესეთი, რომელსაც ზოგჯერ ეგზისტენციალურ ფილოსოფს უწოდებენ, ზოგჯერ კულტურის ფილოსოფოს, ნუ ის ამბობს, რომ ადამიანს უნდა იყოს courage, მხნეობა, კი რაღაცნაირად მამაცობა უნდა რომ იცხოვროს, იგი ცხოვრებას თავისთავად შეიძლება საზრისი არ ქონდეს, ვერ პოულობდე, მაგრამ შენ მაინც აგრძელებ მასში ცხოვრებას და იბრძვი. ნუ ამ ხნეობა აქედან გამომდინარე. ნუ ჭიდილობ რა. ხო, აი ამ გაგებით აგნოსტიკოსები არიან ის ადამიანები, რომელიც მე არ ვიცი არსებობს თუ არ არსებობს. და არის ათეისტი, რომელიც უარყოფს, რომ არავითარი ტრანსცენდენტული არ არსებობს. ყველაფერი შეიძლება იყოს მეტაფიზიკა არსებობს, მაგრამ ამ მეტაფიზიკას სხვა კანონები აქვს. ვიდრე რომ იქ რაღაც მართლა მორთხმით ზის ვინმე ღმერთი, რაღაც მიღმერი არაფერი არსებობს, რომც არსებობდეს. ესეთ უცნაურია, მაინც ბოლოს ყველაფერი გადმოდის ტრანსცენდენტალურში, ესე იგი მაინც გადმოდის ჩემი აღქმის შესაძლებლობებს ექვემდებარება. ის რისი გაგებაც მე შემიძლია და სხვანაირად არა. და ამიტომ მაგალითად ქრისტე რო განკაცდა, ღმერთი რო ადამიანი გახადეს, ეს იზოლებითი ნაბიჯი იყო ბერძნული აზროვნებისთვის. იმიტომ რომ სხვანაირად მე მაინც ღმერთში მის კაცობრიობას შევიცნობ, ვერაფერს
მის ჩემნაირობას, ჩემს სიტყვაში ჩამოსვლას, მაგრამ მაშინ რაღაც მჭირდება მე მიღმიერი. აი ეს უკვე რწმენის ნახტომის სფეროა, რწმენის ნახტომი კი როგორც ასეთი ვერბალურად, ესე იგი არტიკულირდა, აზრობრივი არტიკულაცია მოხდება უკვე მე-19 საუკუნის ბოლოს. მაგრამ როგორც გითხარით, ძირითადად საზოგადო რწმენა იყო. დედის და ბებია და დედა უკვე ერთგვარი ოჯახია, ოჯახი კიდე საზოგადოება. ესე იგი მე ვიღებ საზოგადოების რწმენას და აი ამ საზოგადოების მოცემულ რწმენას მე ვერდგულები. ესე იგი მას კრიტიკულად კი აღარ განვიხილავ, ვერდგულები პირდაპირ ჩანს აქ ის ნახტომი, რასაც აკეთებს ვასილი დიდი, მაგრამ ის მეც ამის იქით აღარ მიდის, ერთგან ამბობს ამას რაღაც პირად წერილს. ხო. აგრეთვე დამშენ ათეიზმი, მაგრამ თითოეული ეს მორწმუნეობა, ესე იგი მორწმუნეობა, აგნოსტიციზმი და ათეიზმი იშლება, თითოეული კიდევ იშლება ორ ნაწილად იშლება. შეიძლება დაშალოს 3-ად, 5-ად, 20-ად, 100-ად. ეს უკვე გარკვეული იმის საკითხია, ვინც ამ საკითხის ბოლომდე ირკვევს. მაგრამ ძირითადად მიჩნეულია ეს სამი დიდი პუნქტი და თითოეული პუნქტი კიდევ ქვეპუნქტად იყოფა. რწმენის რწმენის პუნქტი არის ესე იგი აგრესიული მორწმუნე, რადიკალი, რომელიც ამბობს, რომ მარტივად შეგიძლია დაენახოთ, აი მაგალითად ბერები და გამოქვაბულების შეძლებიან. ბერები, რადიკალები ან შახიდები ან კამიკაძეები ან რაღაც ესეთი ტიპაჟის ტალიბანები ან რაღაც ეგეთი ტიპაჟის ადამიანები, რომლებიც მზად არიან ძირითადად კამიკაძეზე ლაპარაკი, რომლებიც ძირითადად თავს წირავენ და სხვასაც წირავენ. ესე იგი არავითარი სხვა აზრი, გონება, სხვა რეალობის დაშვება არ არსებობს მხოლოდ ეს რეალობა და ყველა დანარჩენი არის ამ რეალობის გამომრიცხავი, რომელსაც უნდა ებრძოლო საკუთარი თავის გაწირვითაც კი. აღარ ლაპარაკობ სოფლის აფეთქებითაც, ახლა დუგინი მაგალითად კითხოს, რომ სოფლიო უნდა მოხდეს ატომური კატასტროფა, იმიტომ რომ უნდა დაიწვას ყველაფერი და დაიბუგოს და ამით ჩვენ ქრისტეს მეორედ მოსვლას განვაპირობებთ, ასე ვთქვათ, სამყარო დაიბუგება, ყველა ბოროტება ცეცხლში შთაინთქმება და გამოკრისტალდება ნამდვილი ჭეშმარიტი რწმენის საგანი და ასე შემდეგ. არის მეორე ჩვეულებრივი მორწმუნეები, რომელიც მორწმუნეები არიან და ადიან ეკლესიაში რაღაც, მაგრამ რადიკალები არ არიან, სხვას ასე ეხმარებიან, სხვა სასწაულსაც უშვებენ. და ამ გაგებად შინ ცოტა აგნოსტიკოსებთან მოდიან ახლოს, იმიტომ რომ ამბობენ, რომ მე მწამს ეს, მაგრამ ღმერთი შეუცნობელია, ამიტომ მე არ ვიცი ხა ღმერთი რას იზამს კონკრეტულად. მაქსიმე ახსარებელი ამბობს კონკრეტულად მე ქართულ წყაროში ეს სხვათა შორის მარტო ქართულად არის შემონარჩუნებული ის ცხოვრება, რომელიც ფეიკია, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე. მაგრამ ფეიკი არ იყო ეს იყო. უნდა აღეწერათ მისი ცხოვრება და სტანდარტების მიხედვით აღწერეს ბოდიში ხა სიტყვა გამოიყენე ფეიკი, მაგრამ რაღაცა მონაცემები მისი ბიოგრაფიული მონაცემები ქონათ 1-2 და ამ მონაცემების საფუძველზე შექმნეს მე რაღაცა ჩვეულებრივი აგეოგრაფიული ნაწარმოები, სადაც როდესაც მას ეუბნებიან, რომ მარტო შენ იცი ჭეშმარიტება და იმპერატორებმა, ეპისკოპოსებმა არ არის, ეს ამბობს, რომ იმათ მე არ გამჟი, ვინც რასაც აკეთებს და როგორც ფიქრობს, ეს ღმერთმა იცის რა ხდება და როგორ ხდება, მე ისაც რასაც ვამოწმებ, ის არის ის, როგორც მე ეს მესმის. აქაც შემოდის ეგზისტენციალური მომენტი, მაგრამ არ ირკვევა წყარო ამისი. ყოველთვის არსებობს, რა თქმა უნდა, პიროვნულობა და ეგზისტენციალიზმი ვერ გამორიცხავ ვერც რელიგიაში. ყველგან არის ეს. რაც უნდა მდაბიო რელიგია რაღაც ეგზისტენციალური ელემენტი, აი პიროვნული ელემენტი ვერ გამორიცხავ და ადამიანში ის ბირთვი მაინც ეს ერთგვარი პიროვნება, ესე იგი კერძო გონება ადამიანის. მაგრამ გონება და პიროვნება არ იგივდება ერთმანეთს ამ შემთხვევაში. და სიმარტივისთვის და მაგრამ აი ესე როგორც გითხარით, ჩამოყალიბდა არტიკულირულად ეს მოხდა მხოლოდ 19 საუკუნის ბოლოს. კიდკე გაართა, მე კიდკე გორთა. ხო და
ხო და მე აგნოსტიკოსები არიან ესე ვთქვათ, აგნოსტიკოსები რომ წავობენ საერთოდ არაფერი არ ვიცი, აი ბოკერია არის მაგალითად ეგეთი. არ ვიცი კიდე რა ხდება, მაგრამ ნუ წმენა ეს უკვე ზედმეტია. ესე იგი ის ამას რომ წვენა უკვე ეს ზედმეტი კი ადამიანი მოყვარეობით და რაღაცა და ადამიანს აქვს უფლება გააკეთოს რაღაცა, მაგრამ ნუ ჩემთვის პირადად ეს აბსოლუტურად ზედმეტია და რაღაც უგუნურებაც კი და ჩანს რა. და თავის დედაზეც კი თქვა მსგავსი რაღაც ჩერგომ მოყვა რა. აგნოსტიკოსი ჩერგომ მოყვა ამის შესახებ. რომ ნუ იქ რაღაც ზეთი უცხია თუ რაღაცა მომოკვდა ქმრისთვის იოსელიანს ალექსანდრიას და აი ბოკერეს რემარკა ყოფნახე სიყვარულს სადამდე მიყავს ადამიანიო რომ აი ესეთ რაღაც აბსოლუტურ უგნურს აქციასაც კი აკეთებს და უკვე ეს სიყვარული ამართლებს უგნურობას. აი აქ უკვე ჩდება პირველი მომენტი რწმენის და სიყვარულის დაკავშირებისა, თვითონ ბოკერეს უნებურად გამოვიდა ეს კავშირი პავლე მოციქულთანაც არის ხო? იმედი, რწმენა იმედი და სიყვარული. ეს წყვილი ბოლოს ეს რწმენა და იმედი აღარ იქნება და დარჩება მხოლოდ სიყვარული. ხო და მის დაუნება ეს არის ზეთი რომელიც ნუ ოკეი არიან ეგეთი ადამიანები, მაგრამ ეს სულელია ჩემი არაფერი შეხება მასთან არ აქვს. არის კიდევ სხვანაირი აგნოსტიციზმი, რბილი აგნოსტიციზმი ქვია. ესეთი ბოკერის აგნოსტიციზმი ახლოს არის ათეისტთან. მაგრამ არის რბილი აგნოსტიციზმი, ეს რბილი აგნოსტიციზმი არის. აი როგორ არის, იცი რომ მე არ ვიცი მართლმადიდებლობა არის თუ არა სწორი. ამიტომ მაგალითად ილია მეორე წმინდანი არის. მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონს მისი საქციელი, ვიცი რაღაც ესეთი რა, რომელიც დაუშვებს უფრო ახლოს რელი და რაღაც მომენტში პირჯოხსაც გადაიწერს ეკლესიაში სწავლას, ანთელსაც და ანთებს. არ წამს, მაგრამ ისე ყოველი შემთხვევისთვის გააკეთებს ამას. ეს ვინ იცის რა არის? ეს არის რბილი აგნოსტიციზმი. ათეიზმის შესაბამისად იყოფა კაც ათეიზმად და რბილ ათეიზმად. რბილი ათეიზმი არის ესეთი, რომ ოკეი, ნუ როგორც ბოკერიასთან ახლოს არის რა. ნუ მე არ წამს ეს ჩემი არჩევანია. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ადამიანს მაინც არ შეუძლია რომ ყველაფერი იცოდეს. ამიტომ ნუ ეს ჩემთვის პირადად ვარ. მე ვიცი რომ არ არის, მე გადავწყვიტე რომ არ არსებობს. მე ვცხოვრობ ესე ამ წესით. მაგრამ ნუ ასეთ ადამიანს შეუძლია მაგათ ეკლესიაში მივიდეს ეზიაროს. და ის იმდენად დარწმუნებულია სანთელის დაანთოს. აი ეს უბრალოდ საზოგადოებას ეს პატივი. აი მაგალითად შობლებს უნდათ ეს რომ გააკეთონ რა. პარტია მოითხოვს. აი დაახლოებით ეს ისეთია, ბიძინას რო აბრალებენ, შენ ურწმუნო ხარ რომ მაგრამ მაინც მივიდა ეკლესიაში და ეზიარა ბიძინა და რაღაც. ეს ათეისტური თვალსაჩინით არ არის დაგმოვოთ. ეს არის ნუ საქმის ჭირდება რა, ასე ვთქვათ. ესეა და აკეთებ ამას რა. იმიტომ რომ ვიღაცას გული არ ატკინო, ან რაღაც უკეთეს მიაღწიო ამით. არის მე ბრძოლი ათეისტი ეს ბოლშევიკები რო იყვნენ, რომლებსაც ეუბნებიან რომ ათეიზმი ეს დანარჩენი ყველაფერი სიცრუეა და მათთან არ შეიძლება რაიმე კომპრომისი, იმიტომ ნებისმიერი კომპრომისი ეს არის გონების ღალატი და გონების ღალატს უკვე მიყავს ამ კოგნიტური დისონანსი ჩდება შენში, ასე ვთქვათ. და კოგნიტური დისონანსის შედეგი ვლინდება სოციალურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იმისათვის რომ მე არ ვიყავ დისკომფორტში კოგნიტურ დისონანსში და იმიტომ რომ ერთ რაღაცას ჯერა და აღიარებ და მეორენაირად ცხოვრობ, ესე თვალს ვახსოვ, აქ კომპრომისო ტიპაჟი ვიწყებს აი რადიკალურ ათეიზმს. ან ნუ რაღაც უფრო რადიკალური იდეები აქვს. ხო, აი არის ესეთი. და ნუ მე ამ ბოლო ხანებში აზრი გამიჩნდა ესეთი, რომ საერთოდ აგნოსტიციზმი ორივე ვარიანტი ბოკერიას აგნოსტიციზმისა და ნორბილი აგნოსტიციზმის ეს არის ორივე ტრაკის თამაში. რეალურად ორივე ეს აგნოსტიციზმი
აკეთებს ესეთ აი ეს არის ის რაც რკუნის ეკლესიას დარწმენა შიგნიდან ანგრევს და სპობს და ეს არის ის რაც საზოგადოებრივ ცხოვრებასაც აი ამ კოგნიტურ დისონანსში აგდებს და ამით იმას საფრთხეს უქმნის ბოკერია და ჩერგოვერაძოს ვერსად პრინციპულობას ბოლომდე ვერ გამოიჩინენ რა და საბოლოო ჯამში ეს მენტალიტეტი ყნის ადამიანს და საზოგადოებას მე ესე მივედი ბოლო ხანში არ ვარ მართალი ბოლო ხანში ვფიქრობ რომ ან ადამიანმა უნდა აირჩიო ექცეოდე როგორც მორწმუნე პირად ცხოვრებაში და გარეგნულ ცხოვრებაშიც ირჩევ რომ მე აქ წამს არიცი მაგრამ ირჩევ ამ სარწმუნოებას და მას მისდევ ასრულებ მის წესებს აზრუნებ მაქსიმალურად გულწრფელი ხარ ცდილობ გაიგო მაგრამ აი იმ მომენტშიც კი როდესაც ვერ ადასტურებ შენს არჩევანს რაციონალურად ესე იგი არტიკულირებას ვერ უკეთებ შენ ამბობ რომ მე ეს ავირჩიე და ამის ერთგული ვარ სხვა შემორჩა არ უნდა იყო მინიმუმ რბილი ათეისტი რომელიც ამბობს რომ ამ წამს და არც ცხოვრობ რა იმის შესაბამისად და ყველანაირად თავს არიდებ ყველანაირ თვალსმარცულ გამოვლინებას და მაგრამ მკაცრად საზოგადოებაში წინაშეც საკუთარი თავის წინაშეც და ყოველთვის შენ ძალიან მკაცრად და მკაფიოდ ცხოვრობ შენი ყოფა ქცევა ასე ვთქვათ მთლიანად არის ათეიზმით აგნოსტიციზმი არის ის უბედურობა ასე ვთქვათ ეს არის პროსტიტუცია ეს არის პროსტიტუცია და ეს არ შეიძლება ეს ცუდია ეს მავნია ეს ვნებს ადამიანსაც და ეს ვნებს იმ საზოგადოებას რომ საზოგადოებაშიც ადამიანი ცხოვრობს